აი თუ გინდა ჩავატაროთ ექსპერიმენტი და ნებისმიერი ჩვენგანიც, აი ვისაც ვამბობ, ნებისმიერი ჩვენგანის წიგნი აქვს წაკითხული და გარჩეული, ესეთი მკითხველი არის და ტრადიცია დავამკვიდრე, რომ ყველა წიგნი, რომელიც გამოიცემა, პირველ ეგზემპლარს უგზავნი ხოლმე კობას, ასე ვთქვათ, კობა კითხულობს და მას უფრო მეტი წიგნი აქვს ჩემი სახში, ვიდრე მე თვითონ მაქვს და კობას მინდა რომ თხოვოთ თქვას. კობასაც აქვს საკითხი. უფრო მეტი ლაპარაკა ხა ჩემზე ვიდრე მე ვაპირებ ამ წიგნს. ის არა გვაქვს სად არის რა ქვია. თავს არ შეგაწყდათ, ბევრი ლაპარაკით. მე უბრალოდ ჩემს ემოციას გადმოვცემ ორი სიტყვით, რაც დამიტოვა ამ წიგნმა, საკითხვის მე. ნუ მე ის არ ვარ, ვისაც არ წაუკითხავს, სამჯერ მაქვს საკითხული ეს წიგნი. ძველი ვერსიაც. ძველი ვერსია მაქვს საკითხული ორჯერ და ეხლა რო გამოიცა ეს წიგნი, ეხლა წავიკითხე კიდევ თავიდან. და ეს არის წიგნი, არის წიგნები, რომ ხელში რო აიღებ, რო შეხედავ, აი სასიამოვნო ჟურნალისტიკის სხეულში, რომ იცი რა, წაკითხული როცა გაქვს წიგნი. აი ეს წიგნი ჩემთვის ზუსტად ეგეთი წიგნია, რომ აი სიამოვნებით შემიძლია შევხედო და გადამიშლება. და ზოგადად პირველად რო წავიკითხე, ხშირად ფიქრობდი, ხშირად უბრუნდებოდი. არის წიგნები, რომელზეც ხშირად ვფიქრობ მე და არის რომ მალევე ივიწყებ და მე შეიძლება ძალიან მოგეწონოს, მაგრამ მე გავიწყდება ის და აღარ ფიქრობ მასე და ეს ის წიგნია, რომელზეც ხშირად ვფიქრობდი ხოლმე. შემდეგ მეორედაც წავიკითხე. ეხლა რომ ვკითხულობდი, სხვათა შორის, ძველი წიგნიც ხოლმე აქვს, ძველი ვერსია. გადავშლიდი ხოლმე და ვნახულობდი მეთქი ეს ეთყობა ჩაამატა. მეთქი ასამას მაშინ არ დაწერდა რაღაც ეს ისეთი რაღაც. აღმოჩნდებოდა რომ იქ წერია, რაც აქ არის დაწერილი, იქაც არის. და ძალიან ბევრი შემხვდა ასეთი რა. მე ცოტა გაკვირვებული დავრჩი რომ რაღაც წინასწარმეტყველურიც იყო ამ წიგში რა. ხო. მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, ჩემი თქმით, ზოგადად ადამიანი იმიტომ ლაპარაკობს წიგნზე, რომ სხვამაც წაიკითხოს და აინტერესოს. მე კითხვა უფრო მეხერხება ვიდრე საუბარი და ამიტომ არ მგონია მე ისე ვილაპარაკო თქვენ და გაინტერესოთ. მაგრამ აი როცა სარჩევს წაიკითხავთ, თუ არ დაგაინტერესდებათ, სარჩევს ვერ გავწდეთ. თუ არ დაგაინტერესდებათ, 153 გვერდზე გადაშალეთ და ის ერთი გვერდი წაიკითხეთ და თუ ჩათვლით რომ კიდევ არ უნდა წაიკითხოთ, არ მოგეწონებათ ის ერთი გვერდი, მაშინ გადადეთ გვერდზე და ნუ წაიკითხავთ, მაგრამ მგონია რომ დაგაინტერესებთ. 153, კაია. დაწერიან ეს საინტერესო. აი, ჰინტი იყო. იმები მაქვს რომ ამას წაიკითხავთ. ზოგადად რატერიეთ. რომ დავიწყე ამ წიგნის კითხვა, თავიდან მეგონა რომ დეტექტივს კითხულობ. ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი რაღაც მეცველოდ, იმიტომ რომ ეს როცა წავიკითხე, უკვე წაკითხული მქონდა გურამის წიგნები, სხვა წიგნები და ძალიან მომწონდა. მაგრამ რამოდენიმე ფურცელის წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ დეტექტივი არ არის. მეთქი პუბლიცისტური პროზაა. ვინც გურამთან წერის თერაპიაზე არის ნამყოფი და დასწრებულია მის ლექციებს, ის მიხვდება მე რო წაიკითხავს სამისაც წაკითხულებს, რასაც გულისხმობ. და ცოტა ხანში, ალბათ ერთი მე-20 გვერდზე, 30 გვერდზე რომ გადავედი, რომ დაიწყო უკვე ფილოსოფიური წიაღსვლები, აღმოვაჩინე, რომ უკვე რაღაც ძალიან მაგრას ვკითხულობდი. და იმას ვკითხულობდი, რაც ჩემია. და რაც უნდა წამეკითხა და დიდი სიამოვნებითაც წავიკითხე. და კიდევ ერთს დავამატებ, აი რაღაც მინდა წაგიკითხოთ აქედან. იქნებ ამან მაინც დაგაინტერესოთ. თავიდან ბოლომდე ვერ წავიკითხავ, იმიტომ რომ არ მომისმენთ. თორე სიამოვნებით წავიკითხავდი ისე, არ დამეზარებოდი. დავრჩეთ აქ. სულ 3-4 ხაზია. ყოველი პერსონაჟი სულმოუთქმელად ელის ნამდვილ მკითხველს, რომელშიც ჩასახლებასაც მოახერხებს. ნუ დაუკარგავთ იმედს და შანსს პერსონაჟებს გადმოსახლდნენ თქვენში და ისე განაგრძონ არსებობა. წიგნი აქ არის, პერსონაჟებიც აქ არიან. ნუ დაუკარგავთ შანსს, რომ თქვენში განაგრძონ არსებობა. მადლობა.